ეგე? всё, იწევს. ყველამ დავხსნათ. ამ პოდკასტების სერიას ქვია, მოკლედ რა ხდება გორში და ვაკეთებთ არა იმისთვის, რომ რაღაცა დავდოთ და ნახვები მოვაგროვოთ და რაღაცეები, უფრო იმისთვის, რომ დღევანდელი რეალობა ჩავიწეროთ და გვახსოვდეს რა ხდება და როგორ და ანალიზის პროცესშიც მოგვეხმარება და გავიგებთ სად ვართ. ამიტომ ვაკეთებთ. ხო და და საერთოდ ჯამში ხო ისე გამოვიდა რომ რამდენი გქონდა უკვე 3-4 ხო და ამ მოკლე პერიოდშიც კი ამ რამდენიმე თვის მანძილზე უკვე ისე დარჩა რა რომ ეხლაც აქედანაც რო უყურებთ უკვე საინტერესოა ხო ისე სწრაფად იცვლება რაღაცეები რომ შეიძლება დღეს რო ვილაპარაკოთ ხოლმე სხვა რეალობა გქონდეს და მაინც კიდე მე ამას ვამბობ ხშირად რომ ახლა არის სხვა დრო, ანუ რაღაც პერიოდი ჩვენ გადაწერილი ისტორიასაც რო ვისმენთ და ვკითხულობთ, ახლა სხვა დრო არის და სხვანაირად ინახება ისტორია და ხო ეს ძალიან კარგი ამბავია, გილოცავთ. როგორც ყოველთვის კარგ ამბებს ატრიალებს თქვენ და კარგი წამოწყებაა ძალიან. მოსალოცი ამბები გვექნება მე უფრო ეგრესა, მაგრამ ხო და ეს პროტოკოლისთვის ვთქვათ რომ ჩვენი სტუმრები არიან. ეს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები. პროფესიულიც უნდა მეთქვა. ხო. სახელმწიფო. გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი. თქვენი ხედვა როგორ არის? ძალიან მსუბუქად რო დავიწყოთ თუ გინდა და შემოვლით, რა ხდება აქტივიზმში, რა ხდება თეატრში თუნდაც და პლუს რაღაცნაირად თუ გინდა მივაყოლოთ ის ამბავიც, რაც ქონდა წინა კვირას. მანიფესტი? ხო. ხო. და მანიფესტიდან დავიწყოთ. ნუ ხო, ერთი ამბავი არის, ანუ ერთად მოქცეული ამბავია აქტივიზმი, თეატრი, როგორ არის თეატრი ჩართული აქტივიზმში და ასე შემდეგ. კეთო. დაიწყებ? ხო, რა ვიცი, მე პირადად შემიძლია ანუ მხოლოდ საკუთარ აქტივიზმზე ვისაუბრებ, ხო, კონკრეტულად ორგანიზაციის სახელი, ხო, იმიტომ რომ ხა თეატრში 80 ადამიანი მუშაობს დაახლოებით და ეხლა ყველას განსხვავებული აზრი აქვს, ვერ ისაუბრებ ამ კოლექტივის სახელით. რა თქმა უნდა. ნუ ჩემი აქტივიზმი, ხა მე არ ვარ გორელი, მაგრამ გორში ვმუშაობ 2018 წლიდან. ძირითადად ჩემი აქტივიზმი რუსთაველით შემოიფარგლება ყველაზე, ნუ აი ყველაზე მინიმალურით რა, რაც შეიძლება რომ ამ დროში გავაკეთოთ. ხო, რა ვიცი, გორშიც როგორც ვიცი, სისტემატიურად ვადევნებ თვალს რაღაც ხდება. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ ადამიანების რაღაც მინიმალური რაოდენობა მაინც მუდმივად იკრიბება და აპროტესტებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ხო, ჩემი აქტივიზმიც, ანუ აქტივიზმი ესე რომ ცოტა მცხვენია კიდეც, რომ ჩემ თავს აქტივისტი ვუწოდო, იმიტომ რომ აქტიური არც მე ვარ. ხო, იმდენად აქტიური ვერ ვარ და მართლა ქეთს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც არის აქტიურად ჩართული მართალი საქმისთვის, მართალი საქმე ქვია ამას რა. თამამად ვამბობთ ამას, ეს არ არის რაღაცა ცალსახად და ანუ აი ჩემი მხრიდან ესეა, არა რეალურად, აი თუნდაც ფუნდამენტში რო ჩავყვეთ, რა არის არამართალი, ხო? ანუ ვინმე მოვიდა და გვითხრა, რომ რაღაც არამართალს აპროტესტებთ. მთლიანად მომართული არის სახელმწიფო ძალებიც და ანუ ადამიანების გარკვეული ნაწილიც იმაზე, რომ ანუ მიდიან ამ პროტესტის გაშავებაზე, არ იწუნებენ ფორმებს. ოღონდ ვერავინ ვერ გელაპარაკება იმაზე, რომ აი რა არ უნდა გააპროტესტო. ესე რომ ლაპარაკობ, ხო, თითქოს მოყვებიან, ანუ ხო, ეგრეა. მაგრამ მერე უკვე რა ხდება? კი ბატონო. ხო, ანუ ვიცი რა, უფრო აი რაღაცა ჭორაობის დონეზე არგუმენტებია, რაც თითქოს არც დასაბუთებულია ნორმალურად. აი უფრო პროპაგანდა რომ მუშაობს, აი პროპაგანდისტული ბრძოლა მიდის უფრო მეტად, ვიდრე არგუმენტირებული და დასაბუთებული. ხო. იმდენად ჭირს ხოლმე მაგათთან საუბარი რა, რომ ფუნდამენტში არ თანხმდებით რაღაცეებს ერთმანეთთან. რა მოდი რაღაცა ავიღოთ დოკუმენტი იქნება თუ რაღაცა მოსაზრება თუ თეორია, რომელიც იქნება ფუნდამენტი და აქედან გამოვიდეთ და მე ამის მიხედვით ვიმსჯელოთ, მე ვარ მყუანი თუ შენ ხარ.
თუნდაც იყოს ეს ადამიანის უფლებები, ხო? ეს ხო რაღაცა მოგონილი ფრაზა არ არის და მოარული და ფუნდამენტი ხო არის ადამიანის უფლებები. საბუთი ხო არ დაწერილი ხო და ეს დოკუმენტი ყველაფერი გაწერილია კაცობრიობა შეთანხმდა რომ ეს არის ესე და აი მაგის მიხედვით მაინც ვილაპარაკოთ რაღაცეები ხო? ანუ თუნდაც იმაზე მაინც შევხმართ ყველა რომ ეგა ძალადობა ცუდია. ხო და ეგაა ზუსტად პრობლემა, ანუ ცვლადი არის მაგათთვის ეს წესები. ანუ ჩვენ რო ვიძახით ეს წესები ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, ისინი ამ წესებს ცვლიან, რავი, როგორც საწყობთ იმის მიხედვით რა. თან იმდენად ხშირად და რავი, ყოველდღიურად, იმიტომ რომ შეიძლება დილით გამოვიდეს ვიღაც ტიპი რა, პოლიტიკური ფიგურა, თქვას რაღაც და საღამოს საერთოდ სხვა რაღაცა თქვას და ამ დროს მე შენც ხარ გაურკვევლობაში რა. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ანუ რეგიონებში აი რასაც ვიძახით ხოლმე არის ის რა. აი ჩვენ ხო ეს ერთმანეთს ახლოს ვიცნობთ პატარა ქალაქებში განსაკუთრებით და აი რამდენად წარმოუდგენელია აი მანამდე თუ თქვათ ბევრ რაღაცას ერთად აკეთებდით ვიღაცეები და მე უცებ აღმოჩნდება რომ რაღაცაზე გაქვთ აბსოლუტურად როგორც სადედამიწა ეგეთი განსხვავებული ხედვა რომ რავი ხა ვიღაცა რო არ უნდა მოკლა პირობითად ხა ხო არ უნდა დასცემო ხო ძალადობა რო არ შეიძლება ხო ანუ ისინი კი მაგრამ ხო რავი რაღა კი მაგრამ აი მაგაზე მინდა ვთქვა რომ აი ძალადობა როცა ერთეული ფაქტები რო ჟღერდება რომ თუნდაც ვიღაცა ცნობილი ადამიანი არის დადანაშაულებული ძალადობაში ცოლზე ძალადობაში ან ვიღაცაზე ძალადობაში და უბრალოდ მისი ასე ვთქვათ მხარდამჭერები გამოდიან და ბრტყელი ტექსტებით რომ იცი რა უდანაშაულობის პრეზუმპცია ხო, ანუ ეს სიტყვა შეიძლება ვერც გაიმეორონ, უბრალოდ დაკოპირებენ წერენ. სანამ არ გაიყვება, ხო, რატო სცხებ ჩირკს და ამ დროს სხვა ახლა რამდენი უდანაშაულო პატიმარი ყავს ხო, რომელთაც ანუ ვერც უმტკიცდებათ, ანუ რომელ დამტკიც რაც არ არის, რა უნდა დაუმტკიცდეთ, ხო? და მაგაზე იგივე ადამიანები, რომლებიც ამ უდანაშაულობის პრეზუმპციას ასე ვთქვათ, თვალებში გთხრიან, იგივენი ამბობენ, ისე ხო არ სხედან, ანუ ისე, აბა ის რატო არ დაიჭირეს, აბა ეს რატო არ დაიჭირეს და ანუ მაშინ აი სად ლაგდება ლოგიკა. კიდე აქეთ გეუბნებიან, აი შენ რატო არ დაგიჭირეს ეს ხო ხარ აქციებზე, იმას კი არ გეუბნებიან, რომ აი ის პოლიციელი რატო არ გაასამართლეს, რომელმაც ტიპს სახეში წიხლი ჩაარტყა დაგდებულს ხო. მაგაზე არა აქვს პრეტენზია ხო, აი ის რატო არ დაიჭირეს ხო, ვიღაცაც მაჩეტეთი რო გამოვარდა ტიპი. აბა ხო, ქუჩაში ხარს მივიდა მაჩეტეთი, აი მეტი რა გინდა. ან მე იარაღით იმაშვებოდა კიდე მეორე მე რაღაც კადრები იყო იარაღით მოძრაობდა საერთოდ. ხო, ანუ თან აქ ფაქტები არის, ვიდეოებია, ფაქტებია და ამ დროს ხო, კეთილი დევი უცბად ეგრე წარმოიდგინეს. რაღაცა არანაირი ხელს ჩასაჭიდი ფაქტი არ არის, გარდა რაღაცა რაღაცა პროვოკაციული პატარა ხო, აი ვერც ერთი ჯანსაღი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. ხო, კიდე როდესაც ვამბობთ, რომ იცი რა, რეჟიმი შენამდეც მოვა. ამას ვერაცნობიერებენ. ეს გონიათ, რომ თუ ამ რეჟიმთან დაახლოებული პირი ხარ არ შეგეხება, ოღონდ ამაში იმას კი არ გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ რეჟიმი შენამდეც მოვა. არ გულისხმობთ რევანშს, რომ სიტყვაზე ეს რეჟიმი რომ შეიცვლება სხვა მერეშინგა, არა, მაგ რევანშს არ გულისხმობთ. რეჟიმი შენამდეც მოვა ნიშნავს იმას, რომ რეჟიმით რა დღის წესრიგიც მყარდება ქვეყანაში, რომ თუნდაც ახლა, ანუ ხო მართლა 2-4 არის კრიმინალი, არის ქუჩაში გამოსული. აგერ გუშინ თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ადამიანი მოკლეს. ბრმატყვია მოხდა გამვლელ ადამიანს. ადამიანი, რომელიც ზის სახლში სავარძელში, კორპუსიდან ნასვამი ადამიანი, რომელსაც იარაღი აქვს, გამოდის ისვრის უბრალოდ, რაღაცას აღნიშნავს, აი ამ ტყვით კვდება ადამიანი. ხო, ეს დაუსჯელობის ის რო არის, რა ქვია, ხო, დაუსჯელობის სინდრომია და ეს ყველაფერი ხო ქმნის იმ რეჟიმს, იმ უსამართლო გარემოს, რაც ხდება. ეს რეჟიმი ხო ყველას გვეხება, ანუ მე რომელიც უბრალოდ, კაი, აპოლიტიკური ვარ, არაფერში არ ვერ. ხო, აპოლიტიკურზეც ვიტყვით, რა თქმა უნდა. არაფერში არ ვერები და უბრალოდ ქუჩაში მივდივარ, ვიღაცას, ვისაც არ აქვს მართვის მოწმობა, ნასვამი ჯდება, საჭესთან გამიტანს მანქანით და ანუ სად ხდება მაშინ, სად უნდა ვეძებოთ სამართალი? ანუ რეჟიმი არ გვეხება, ყველას გვეხება. ყველას ეხება. ხო, ეს აპოლიტიკური ვარც რო არის აბსურდი, აპარტიული ვარ, კი, მაგას მეც ვამბობ, რომ მე ვარ აპარტიული.
არც ერთ პარტიაში არასდროს არ ვარ, არც ერთი პარტიის ხარდამჭერიც კი არ ვარ. მუდმივად, ანუ ხელისუფლება იქნება, ოპოზიცია იქნება, პარტია რო თუ კი ვიღაცას აქვს ასე ვთქვათ, ამბიცია რომ უნდა მართოს რაღაც სადავეები, ჩვენ იმის დიახაც ჩასაფრებულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. აბა რა და ხო, აი თითქოს პროტესტი მხოლოდ მაშინ უნდა გაგიჩნდეს, როცა შეგეხება პირადად შენ. ეხლა მე პირადად ჩემ თავზე რო ვისაუბრო, ხო? ვიცი რა, ორ თეატრში ვმუშაობ, იქ რაღაც მესამე კიდე დამოუკიდებელი ჩვენი კომპანია გვაქვს, თამაშობ სპექტაკლებს, რაღაცა პატარა ჩემი ხელფასი მაქვს. მართალია ორი თეატრის ერთად ის საშუალო რო არის რაღაცა ხელფასი გამოდის, მაგრამ ნუ კაი. შემიძლია წყნარად ვიცხოვრო მშვიდად და არაფერი არ გავაპროტესტო, მაგრამ აუცილებელი ხო არ არის რა შეგვიხოს პირადად, ანუ ზოგადად რაღაც უსამართლო, აი აპოლიტიკურობას რაც შეეხება, ხო? აი რანაირ ბოდიში შეგვეხოს არა, გვეხება, ანუ რეალურად გვეხება ყველაფერი, უბრალოდ ამას უჭირდება ძალიან პატარა დაფიქრება. რა ფორმით გეხება, თორე გეხება იგივე ხელფასის ოდენობაზე გეხება. ხო, ანუ ესეთი გააზრებით ამბობთ, რაც ხალხი მსჯელობს. ეკონომიკა რა დღეშია, თუნდაც ეს რო არ გაწუხებს, კაი, ეს ხო არის პოლიტიკა, უკვე პოლიტიკა არის, ხო? თუნდაც ის, რომ თბილისში საშინაელ ჰაერს ვსუნთქავთ, მაგალითად, ნუ გორში ეგ ნაკლებად არის პრობლემა. ხო არის ეკოლოგიური პოლიტიკის პრობლემა, ხო? აი, ვიღაც ამბობს, იცით, მე არ შემილია რა არ ვერევი პოლიტიკაში და ამ დროს თქვათ წასასვლელია ექიმთან. მაგრამ ვერ მიდის ექიმთან, იმიტომ რომ არ აქვს კარგი დაზღვევა. ან საერთოდ არ აქვს. ან საერთოდ არ აქვს. ვიზიტი ძალიან ძვირი ღირს. ანუ იქნებ დაფიქრდე რის რატო ხდება რის ესე იგი ჯანდაცვის პოლიტიკა არ ვარ ხო ქვეყანაში არ გაქვს კარგი დაზღვევა ძვირია მედიკამენტები ძვირია ხო ესეც პოლიტიკა რატომ გაქვს ჯანმრთელობის პრობლემა იქნებ ცუდ საკვებს იღებ ხო და მთელი კუჩნაწლოვი გაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში რისი ბრალია იმიტომ რომ არ კონტროლდება ის თქვათ საკვები ხარისხი ვერ ყიდულობ ხელფასი არ გაქვს ნორმალური რომ ახალი ხორცი იყიდო ხო ხორცის ფასი ისეთია რომ რა ვიცი ხალხს ენატრება ხორცს ვერ ჭამენ ბავშვები მშივრე ბევრი ბავშვი მშიერია ხო სკოლაში ყვება არ არის სხვა შორის მაგას იძახიან რომ აბა სად არის მშიერი ბავშვი ანუ გამკია რა აი კონკრეტულად და მაგას კი ვერ ხვდებიან ის მინიმალური რაციონი რაც არის იმას რო ვერ იღებს და ანუ პურს რო იყიდის ეგ უკვე ანუ ნიშნავს მაგათთვის რომ ის არის რა გაცხა აი ძალიან სუდი სიტყვებს ვიძახთ აი პურს რო შეჭამსიო და აღარ არის მშიერი და იმას კი ვერ ხვდება იმ ბავშვის განვითარებისთვის რომ სხვა რაღაცეები სჭირდება მარტო ის ხო არ არის იგივე არის ხა ძალიან იმაზე ჩავედი საკვებზე მაგრამ იგივეა ხო ან რაღაც ისეთ ხელოვნებაზე იქნება თუ შემოქმედებით ამებზე ხო რაღაცა ერთი რა ვიცი მე ერთი თეატრი იქნება ან რაღაც გამოფენა გაკეთდება და გონიათ რომ სიო ამითი უნდა ხალხმა ამითი უნდა იცხოვროს მარტო და ეს არის საკმარისი და რავი ისეთი ის არის ხო რავი ეს სამყარო ხო ცვალებადია ერთ ადგილზე ხო არ დგას ხო ასევე ეს ვიწრო ხედვა რომ სად არის ხალხი მშიერი სად უჭირს რა მანქანებით დადიან გაიხედეთ რესტორნები სავსეა გაიხედეთ და აი ამის იქით არის ხედებიან ოდნავ რომ გაშალონ ანუ სურვილი არ აქვთ ჩემი აზრით არ აქვს სურვილი ოდნავ თუ გაშლი კი ძალიან ბევრ ამას დაინახა არა იცი რა ყველა ადამიანი ყველა მოქალაქე საქართველოს მოქალაქე აი საკუთარ ყოფაზე რომ დაფიქრდეს უკვე გასაპროტესტებელია რა აი შანსი არ არის რომ არ გაუჩნდეს პროტესტი ელემენტარი მოაზროვნე ქართველ მოვლენა ბატონო ბიძინამ რო თქვა პრობლემა მაშინ შეგვექმნა საზღვრები რომ გაიხსნა და ხალხი გავიდა და ევროპაში ნახა კარგი ცხოვრება ხო და სინამდვილეში ჯერ კიდევ ბევრმა არის ის კარგი ცხოვრება არ არის და რას უნდა ითხოვდეს სახელმწიფოსგან და ნორმალური ცხოვრება რა შეიძლება გქონდეს ამას კიდევ ვერ ხვდება ვიღაცები და ნორმალური გონია რომ ჯანდავაშთა რაღაცა ის კარტოფილი მოუვიდა დღეს იყიდა და კაი თანახმა სოციალურ სიღებს და ყოფნის რა აი ვიღაცებიც ეგრეთ ცხოვრობენ ხო აი ეგ უკმაყოფილოც ბევრი იქნება რა თქმა უნდა და უკმაყოფილი კი არ ზის ის ადამიანების სოციალურ სიღებს მაგრამ ამისთვის რა უნდა გააკეთოს ეგ არიცის ან ვერ ხვდებით ან ვერ მოხმენდებთ ისე ან იმდენად დიდი რაღაცეებზე გვაქვს საბრძოლი რომ მანდამდე ვეღარ ჩავდივართ რა რა სახელმწიფო მოგპარეს ხო
ყველაფერი აქვს მოპარული და შენ მართლა გადარჩენისთვის რო იბრძვით, ევროინტეგრაციისთვის რო იბრძვით ახლა და აი სულ რაღაცა ესეთი მოთხოვნა, სულ ხელისუფლების ცვლილებას ვითხოვთ. აი სულ რაღაცა ესეთი ამ ხელა მასშტაბის პრობლემები გვაქვს, რომ შემდეგ დავიწყოთ რაღაცა ისეთის აი ჩემი ოცნებაა, ხშირად ვეუბნები ჩემს მეგობრებს, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომ რუსთაველი გავავსოთ, თქვათ, ბენზინის ფასების დაკლების პრობლემის გამო. აი ამაზე გამოვიდეთ. რომ გავიგებთ, რომ იქ მეშახტეები გაიფიცნენ, ამაზე გამოვიდეთ და ეს გავაპროტესტოთ. ანუ სოციალური პრობლემები რომ გავაპროტესტოთ, რომ გავიზარდოთ ცოტა. აი მე მგონია, რომ ეხლა აი ამ პერიოდში რაღაც მხრივ გაიზარდა ეს რაღაც სამოქალაქო შეგნება და მაინც მცირე ნაწილით მგონია ეგ. ანუ სამოქალაქო შეგნება არის გაზრდილი, ოღონდ ისევ მცირე ნაწილით. და ფუნდამენტზე რომ საუბრობდით, ფუნდამენტი, აი ის ფუნდამენტი რომ გავიაზროთ, რომ ხელისუფლებას ირჩევ, არა იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაცების უფლებები, აქვთ უფრო მეტი ვალდებულება. ხელისუფლებას ავალდებულებს შენ, უნდა მოთხოვო და არა მათი მოთხოვნები ასრულო, იმიტომ რომ რეალურად აი თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში რა რომელი საზოგადოების რომელი მოთხოვნა გააჟღერეს დაპირებად. თვითონ გთავაზობენ და ამას უნდა დაემორჩილო. ჩარჩოში ხო, მანიპულირება იყო, ნაცების დასრულება იყო და კიდე რა იყო. რავი, ეგ იყო რა. აი ნაცების და ეს ხალხსაც მოქმედებს, იმიტომ რომ თუნდაც ახლა მე რო ვეუბნები ადამიანებს, რომ მე წინა რეჟიმით ველაპარაკებ, იმიტომ რომ მე 2012-შიც იმ ძალადობრივ რეჟიმს ვაპროტესტებიან, მაშინ სტუდენტები ვიყავით და ზუსტად აი მაშინ ვიგრძენი სტუდენტური ძალა, პროტესტის ძალა, მაშინ ვიგრძენენ. მანამდე მე პირადად აქციაზე არ ყოფილვარ. 2012 იყო, ხო? ანუ გაზაფხული, როგორც მახსოვს, რომ კი, იმ რეჟიმს ვაპროტესტებთ, ანუ იმით მე ველაპარაკები, რომ აბა ის კარგი არ იყო კარგი, ვაპროტესტებთ. შევცვალეთ, ხო. ხო და იგივეს რომ იბრუნებ დღეს და ამას რომ ვაპროტესტებს, მაშინ ვაპროტესტებ მიწუნებ ფორმებს. ან გამოდი და უკეთესი ფორმა შემომთავაზე. შვიდობიან აქციაზე ისეთი რა ვქვია, შვიდობიანი, ანუ რომელი ფორმაა, ხო, პროტესტის და პროტესტი თუ არ გიჩნდება, ანუ საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ. ხო? და მე ან მაგაზე გამუნათებენ, რომ რატო გაქვს საერთოდ პროტესტი. ხო. ხო, ის სამწუხარო იცი რა არის, რომ აი 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებამდე რომ მივედით საერთოდ და მაშინ რომ გამოვიდა ეს უამრავი სხვა ხალხი, აი მართლა მთელი რუსთაველი რო სავსე იყო. იქამდე იყო საჭირო. ანუ ხო მივდიოდით, ხო ყველა ხედავდა რომ ამდეთ მიდიოდა სიტუაცია. ხო, ვისმენთ ასევე ეს თუ არა აბა ვინ. კი, მაგაზეც ყველასთან ხმდებით რომ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც არ ვარგა, ანუ რეალურად არჩევანი არ გვაქვს, ამიტომ რაღაცა ოპტიმალურს ვფიქრობთ, რომ იყოს დროებითი კოალიციური. რეალურად არჩევნები რო დასრულებულიყო, ეს არჩევნები ისე რო დასრულებულიყო, რომ შემდგარიყო კოალიციური მთავრობა, ზუსტად რეალურადაც ეგრე იყო ანუ. კი, რეალურად იყო. უბრალოდ მე შეცვალეს რეალობა, ხო? და რაღაცეები. მგონია, რომ ყველაფერი განვითარდებოდა და ზუსტად გადავიდოდით იმ სოციალური პრობლემების პროტესტზე, რაც ჯანსაღად უნდა ვაპროტესტოთ და არ მივიდოდით ამ სავალალო მდგომარეობამდე და ზუსტად გაგრძელდებოდა ის ნაბიჯები, რაც მართლა როგორი დაახლოებული ვიყავით იმ თავარ იდეასთან. და აი ასე ერთი ხელის მოსმით გაუბედურდა და რა ხდება 28 ნოემბრის მერე? ქვეყანა არის გაჩერებული. მიდის რეპრესიები და ამ რეპრესიებზე იმის მიუხედავად რომ პროტესტმა მოიმატოს, მიდის პირიქით დამუნათება ჩვენი. რომ რატო? დამუნათება იგივე თეატრი რატო გამოდი ხართ გარე? ხო, რა გინდათ? წადით და ითამაშეთ. აი ეს მანიფესტი. ან საინტერესო ამბავია თქო ეგ რა თეატრის დანიშნულება რა არის რეალურად ზოგადად და დღევანდელ რეალობაში ხო ხელოვნების და კულტურის დანიშნულებაც იგივეა მე ვფიქრობ რომ ისაუბროს პრობლემებზე კი ბატონო პროტესტი კონდეს ახლა ხელოვნებას თუ პროტესტი არ აქვს აი რა ვიცი რა არის მართლა რა აზრი აქვს აი რა ვაიმე რა კარგია ცხოვრება მოდით ახლა ყველა მოდი პეპლებზე და ყვავილებზე დავდგათ ყველაფერი და რა აი რა არის საინტერესო არაფერი პეპლებზე და ყვავილებზეც და რა ჩემის დამოკიდებულება მგონი ყველა მიცის თეატრის თან დაკავშირებით რა და რატო არ მიყვარს და არ დავდივარ რომ
საერთოდ არათანადროულია რა. რაც მინახავს უმრავლესობა რაღაცა პიკირტუმა და რაღაცებს რო დგამენ საერთოდ რეალობასთან რო არანაირი შეხება არ აქვს დღევანდელთან. ხო. არაფერი იმაზე არ გილაპარაკება იმაზე, რაზეც თანამედროვე საზოგადოება აზროვნებს, ფიქრობს. ეს მარტო აი ამ საპროტესტო ამბებზე არ ვამბობ რა. მანამდეც ხო? ვოდევილები და მაყურებელიც არ ხარ. არ არა, არ დავდივარ, იმიტომ რომ ამდენჯერაც ვიყავი, რაღაცა ძალიან არქაულ თემებზე საუბრობენ, რომ დღევანდელობასთან არანაირი შეხება არ აქვს, იმასთან არ აქვს, რაზეც მე ვფიქრობ, ჩემი გარემოცვა ფიქრობს. რაღაცას მივდივარ და არ ვიცი, არც პრობლემებზეა იქ საუბარი. არა, ყოფილა ისეთ სპექტაკლებიც. კი, ყოფილა, ძალიან საინტერესო იყო. პრობლემებსაც ეხმიანება, თავარ პრობლემებსაც ან ყოფილა, როგორ არ ყოფილა. და ესენი რაც მახსოვს, მინახავს მესამე სცენაზე, ერთი იყო სტრიპტიზი, რომელიც საინტერესო თემებზე იყო. სააზროვნო რაღაც ეგზისტენცია ისინი და მეორე სახელი არ მახსოვს ბელორუსებთან ერთად რო იყო გაკეთებული. შეცვალე ბელორუსულ ბელორუსებთან ერთ ბელორუსული კამერის რო იყენებდა პროექტორი და რაღაცა მანდა ძალიან საინტერესო ისინი იყო ხო თემები ხო კი მე ვთამაშა ხო აი ეგ მომეწონა რაღაც ისეთ შეხებოდა რაზეც ვფიქრობთ ხო ყველანი ვაზროვნებთ გვაინტერესებს და ასე შემდეგ მაგის მერე რაც შეიცვალა არა ყოფილა ეხლა თქვათ ომზეც გვაქვს სპექტაკლი ხო და კი არ ვამბობ რომ არ ყოფილა თქო რა მე რაც მინახავდა რა პროტესტიც მაგ და რაც არ მომწონს მაგაზებს არ ყოფილა კიდე აი ომზე ეხლა მანიფესტსაც რო შევეხოთ ნუ გამოვიდა მანიფესტი ამაზე ეხლა ვერ ვილაპარაკებთ იმიტომ რომ ყველაფერი ჩანს და ვუყურებთ ხო და გორში რო ჩამოვიდა ახალი თეატრის მანიფესტი მე მართლა არ ანუ ჩემთვის არის ძალიან არაკომფორტული გარემო, როდესაც გამოვდივარ, ანუ ეს საჯარო გამოსვლები ჩემი არ არის. ეგ ყოფილა საშინელი. ხო, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გვესმის სულ რომ თეატრის მსახიობებს და სცენაზე მდგომებს როგორ გიჭირთ ეს, მე ინტერვიუსაც ვერ ვაძლევ. ხო, მიჭირს ძალიან. და არც ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ აი სპონტანურად მომინდა თითქოს პოსტის დაწერა რომ მოგინდება ეგრე მომინდა უცებ ხალხისთვის თქმა რომ თეატრის და საზოგადოების ამბავზე რომ ანუ მსახიობი რატო არ ხართ დავუშვათ თეატრიდან მელაპარაკე ალეგორიულად ლაპარაკს რომ ითხოვენ კიდე ხო კაი ვილაპარაკებთ ალეგორიულადაც და პირდაპირაც ხო არწივენ ნახე დაჭრილში საქართველოს იგულისხმება ამ დროს ბოდიში მაგრამ არ იგულისხმება საქართველოს ხო და მომინდა იმის თქმა რომ თუნდაც ხა გორის მთავარი თემა და რა პროპაგანდამაც აქ ომით იმუშავა არის ომი ხო და პირადად მე 2002 წლიდან ვარ ერისთავის თეატრში და 2002 წლიდან ანუ ძალიან ზუსტად მახსოვს მთელი ისტორია ომის თემაზე გქონია არაერთი სპექტაკლი. შეგვიძლია რომ ჩამოვთვალოთ აგვისტოს ცხელი აგვისტო სოსანე მსაძის გათვლა გურამ მაცხონაშვილმა თამთამელაშვილის გათვლა მის რა ქვია ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიეს უშუალოდ აი ამ 2008 წლის ომის ქრონიკებით აწყობილი სპექტაკლია. კიდევ იყო ან კამანის ხო გულწითელა თეთრი მტრედი. მოკლედ ომზე ვილაპარაკე ოღონდ მაყურებლისგან იცით რას ვისმენთ? ვაიმე, ძალიან კარგი სპექტაკლი, მაგრამ ძალიან მძიმეა. ძიში არის რა. ძალიან მძიმეა. ვაიმე, რაღაცა ცოტა ისეთი დადგით რა. და კომედიის დიდი მოთხოვნა სხვა. კომედიის მოთხოვნა და ამ შემთხვევაში თეატრი კიდეც ძალიან დამძიმებულია ეს ხალხი მესმის მოდის თეატრში რომ რაღაცა განიტვირთოს ოღონდ ამ შემთხვევაში თეატრს რავალდებულება სხვა ფორმით უნდა შესთავაზო შენი სათქმელი თუნდაც კომედიურად მაგრამ სათქმე ანუ სატირაც არის ხო აი სხვა ფორმით შესთავაზე ოღონდ სათქმელი ეგ უფრო რთული მგონია რთულია მაგრამ ერთი წუთი ახლა კარგი სათქმელი ავირჩიოთ რთული ფორმები რატო არა კი არა ძალიან მაგარია საუბარი ხო, აი თეატრის ფუნქცია, ხო, ჩემი აზრით უნდა იყოს ის, რომ მაყურებელის მოთხოვნასაც ეხმიანებოდეს და ასევე აღზარდოს მაყურებელი, ანუ
კი. მოთხოვნა მიწოდება არ შეიძლება იყოს თეატრის ანუ პრინციპი. დაკვეთაზე კი არ უნდა იყოს. რომ ეხა ბრახტა მე შენ ვოდევილს ან მაცინე, მიდი מחარხარე და მოდი ეხა ჩვენ ვიცინოთ. ანუ ეს არაჯანსაღი მგონია და ცოტა უგემოვნოთ. ხო. ჩვენ ეგრე ვმუშაობთ რა, ეგეთი წარმოდგენა და პრინციპი გვაქვს, რომ სახელოვნებო სფეროში თუ რაღაცას აკეთებ, შენ ერთი პულსზე უნდა გედოს ხელი აუცილებლად. და ყველაზე ადრე უნდა ხვდებოდე რა ხდება. ამაზე რეფლექსია კონდეს და ამაზე აკეთებდე რაღაცებს. და შენ უნდა იწყებდე საუბარს რაღაცეებზე. იმ გამოფენას გააკეთებ თუ სპექტაკლს დადგავ თუ რაღაც, ამაზე უნდა დაიწყო დისკუსია შენ რა. ამას რომ დადგავ, მე ეს მაყურებელი უნდა გამოდიოდეს და ლაპარაკობდეს იქ, რომ რა ნახარაზე იყო ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. შენ თუ იქნები მაჩანჩალა და ვიღაცა საშუალო სტატისტიკურიზე უარესის მოთხოვნით დადგამ სპექტაკლს და აცინებ იმას, რაღაცა ეს შენი ფუნქცია. ხო და ანუ მაგასაც აქვს თავისი ადგილი ალბათ, მაგრამ როცა ერთადერთი თეატრი ხარ, შენ და სახელმწიფოსგან ფინანსდები, რა თქმა უნდა, შენი ფუნქცია და მოვალეობა და ვალდებულება უნდა იყოს, რომ რაღაცის განვითარებას დაახარჯო შენი რესურსი რა. რავი ასე რომ ბროდვეიზე რო იყოს რაღაც სპექტაკლი და აცინო ხალხი და ამაში ფულს გიხდიდნენ და შენს ფულს შოულობდი რატო არა? სალაროსე კათოლიკე სპექტაკლები, მაგრამ არის კიდე რაღაც სხვა. მაგრამ აი აქტუალური, ძალიან აქტუალური და მწვავე სპექტაკლებიც საკმაოდ ისეთია. მოთხოვნადი, ან მაყურებელი დადის ეგეთ სპექტაკლებს. არ არის ისე რომ აი სალაროსე სპექტაკლი ცალკეა და აი თქვათ ისეთი აქტუალურ სპექტაკლზე მაყურებელი არ დადის. არა, პირიქით, აი მწვავე პრობლემებზე, აქტუალურ თემებზე, რომ მე რაც მახსოვს არის მოთხოვნა და საკმაოდ კარგად დადის მაყურებელიც ასეთ სპექტაკლებზეც. ასე რომ ისიც არის საქმე, რომ აი იმის გამო რომ მოთხოვნა იმაზეა და მეტი მაყურებელი იმაზე დადის, ვერ ვიტყვი. არა, ეგ არ მithქვამს, რომ უბრალოდ რაღაცა ამაზეც ჟღერდება ხოლმე, ეგეთი ფრაზები თქვა, ნუ ეგ მაგალითად მოვიყვანით ორი ცხადია, მთლიან სურათს ეგ არ ქმნის. კი. იგივე ხა თუნდაც აი თქვენი ამბავიც რა, აი რეალურად რა მოხდა? ძალიან სევდია. რეალურად ის რომ ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ მოიხდის, ეს ხო მარტო არტ-ჰაუსის საქმე არ იყო. ეს ხო მთელი ანუ აი სადღაც ამ ტერიტორიაზე იყო ხო ეგ რო გააჟღერა და მან ხო იყო უხერხული ტაში, ვალდებული და რა რეალურად ზუსტად მგონია რომ მაინც უმრავლესობაზე, ყველაზე თუ არა უმრავლესობაზე იმოქმედა უარყოფითად. და რას შვებიან? ანუ არაფერს არ შვებიან. მაგაზე მქონდა სხვა ბოდიში მე რაღაცებზე ვილაპარაკე, აი რა არ მოვიღაცებს რა ეს რომ სადა გაქვს პრობლემა რა. ხო. ნუ მე რა თქვეს, იცი რომ კარგ თქმელსო, კარგი გამგონი უნდაო თუ რაღაცა ესეთი რა, რომ ისო თქვენ არასწორად გესმითო. და რავია მითხარი რამეს მის არასწორად ანუ არასწორად გაიგე თუ სხვა კონტექსტში თქვაო და თქვენ მე მოაბიტყუდებიო თვითონ თქვა მე ხო არ მეთქვია გაცა პულრო კონტექსტიც დაფიქრდე რეალური ქმედებებიც მე ანუ კაფეოდ გაჩვენებს საით აქვთ გეზი ანუ ვისი მხარდაჭერა აქვთ და ვისთვის თქვა ეგ ფრაზა რეალურად ვისთვის თქვა ჩვენთვის ხო არ უთქვა მე ყველა სამწუხარო ზუსტად ეგ იყო რა აი ეხა ჟენევის მოლაპარაკებები როა იქ ამოვიდა ეს ფრაზა ხო რა შვებით აბა იქ თუ არა ბოდიშო მოითხოვ სამწუხარო ყველა სამწუხარო ეგ არის მაგრამ ეხლა როგორც ჩანს ამ თელმა პროტესტმა ის შედეგი გამოიღო რომ ხო ბოდიშს არ ვიხდით რა და დასაწყისში რადგან ვლაპარაკობდით რომ პროტესტის ჩახშობაზე არიან ორიენტირებული იგივე რაც მოხდა თქვენთან რომ ის კი არა რომ აი მოდი ვილაპარაკოთ და ხელოვნებამ ასე გამოხატა და მოდი არა პირდაპირ ორ დღეში დაიხუროს და თან არა ოღონდ თან ამით კიდე უფრო პოპულარულს ხდიან აი ყურადღება საერთოდ რო არ მიექცია და ეს გამოფენა ანუ მაქსიმუმ ერთი კვირა და შემდეგი იქნებოდა რაღაცა სხვა იქნება ანუ ამ ქვეყანაში სხვა რაღაცები ხდება და მორჩა კარგად მშვენი მაგ გაუცნობიერებლად მოსდით არ ვიცი აი მართლა ოღონდ მე ჩვენც ვიძახდით რა რეალურად აი საერთოდ არაფერი რო არ ეკნათ
აი ხო იყო ესე იგი 16 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნოემბერს მოგვივიდა უკვე წერილი და აი 28 ნოემბერს რომ კავშირთან შევაჩერეთო ისო საერთოდ ვის ეხსოვებოდა ხელოვნების სახლი აი საერთოდ დაიკარგებოდა მთელ ამ ხელა იმაში მაგრამ არა დაატრიალეს რა ნუ ეგ მოწყობს იმაზე აი რამდენად სიღრმეებში ჩადიან რომ ჩაკლან ყველანაირი პროტესტი არიან ჩაკლაზე ხო და უცებ თან ბიჭო აი აბსურდ რაღაცას აცხადებენ შენობა ჭირდებათ ანუ მოდი მელაპარაკი რაში გჭირდება და დავუყვები ანუ პირობას ვდებ მოვიდნენ და თხოვონ რომ წავიდეთ რა შენობა გჭირდება ამ რაღაცისთვის და გვაპოვნინე რამე ქალაქში ფეხით შემოვივლი თელ ქუჩებს აი მართლა პირობას ვდებ რომ ფეხით შემოვივლი და ვიპოვით შენობას რომელშიც განახორციელებენ მუნიციპალურ შენობას ვიპოვით იმ დიადიდებს რისთვისაც აი ეს შენობა უნდათ არა ხო და კეთესად რომ გაკეთდება იმ შენობებში ვიდრე აქის ტექნოლოგიური ხარები ხო აბა ნუ ამას მიყვა ის ფეისის ამბავიც და იქ რა ხდება? გამოუშვეს? ხო. და გამოშვებამდე გაიძარცვა. ტექნიკაც მოყარეს. და დალაგება არ დაგოცადეს, სასტრაფოდ გადითო მოთხოვეს. ანუ ბოლოს ვერც დაალაგეს რა და როგორც დავტოვეთ რაღაც ნივთები, დღემდე ეგრე ალაგია, რა თვეზე მეტი გავიდა. ანუ არ გამოუტანიათ საკუთარი ნივთები, არის ეგრე. რა ის რაში ჭირდება, ხო? რის გამკეთებლები არიან რა და ამ ყველაფერზე რო გჭირდება, რომ თუნდაც აი განსხვავებულად პარტიები შეცანეს ხო გესმის სულ. ძალიან მართლა მინდა რომ მოვისმინო განსხვავებული აზრი, ოღონდ ლოგიკურად, არგუმენტირებულად მოვისმინო და დიალოგი გქონდეს. არა, დიალოგზე არ მოდიან და მე პირიქით ამბობენ, გამოდიან რაღაცა ტელევიზიით, გამოდიან ესე ცალკე სოციმედიაშიც რა ის რა ქვია. არა, დიალოგზე არ მოდიანო. პირიქით არ უნდათ მაგათო. და ნაცის სახელს იწყებენ პირდაპირ. ანუ სხვა რა, ეგრე აი რაღაცაზე რო ელაპარაკები, აუ თქვენი ნაცო, ნაცები. ანუ რაღაც რა უხერხულია. ნაცები რო გეძახიან ნაცებს. ახლობელი ველაპარაკები. კონკრეტულად მე საუბრობ ყოფილი ნაცები რო არიან ახლანდელ ხელისუფლებაში და მე რომ ეძახიან ნაცს, ანუ მე მიჩნდება უხერხულობა და რანაირად არ უჩნდებათ. ხო, არ უჩნდებათ მაგის უხერხულობა. მხარდამჭერების შეხვედრა რო იყო, იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც მე ველაპარაკა და მანდოს უნაცები იყვნენ, ეს რომ მოგროვდნენო და ეს მეთქი ვინ იყო ნაცები, ოღონდ გამაგებია. რამდენიმე პარტიის წევრი დამისახება რა. კაი, მაგის გარდა სხვა ვერავინ დაინახე, თქო რა ხალხი იყო მოსული, რისთვის იყო, რას ლაპარაკობდნენ. თქვენი განუნა გაგეკეთებინათო, ეგ იყო ისა ზურგში დანიშარტყმალ მერიისთვის ხელასაქმე გაგიკეთათო, შენობა მოგცათო, გამუშავებთო ესო და მოუბრუნდით და ზურგში ანუ გამოფენა იგულისხმება. და თან ეს არის მან სპეროში კი არა რა ქვია, მაგ ხალხში გავრცელებული ნარატივი, რომ ჩვენ ვუღალატეთ მერიას და აქეთ საქმეს გიკეთებენ და ეს აქენით და ბიჭო ხო აი სიტყვა მოღალატეთ ჩვენ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეთ ხელოვნები ხართო და პოლიტიკაში რა გერებათ ეგ არ უნდა გაგეკეთებინათ საერთოდ აკეთეთ თქვენი გამოფენები რა შუაში ხართ პოლიტიკასთან ვინ გეკითხებათ მარტივად დაგიძახებენ ქვეყნის მოღალატეს კი ბატონო ვინთა ხო ბიჭო და ანუ შენ ამ დროს ცოტა უსუსურიც იცი რა თან ანუ ვინ გეძახის იცი მაგას აი საზოგადოებრივი საქმე ანუ საზოგადო საქმე რომ ცხოვრებაში არ გაუკეთებია სხვისთვის ერთი თავების აქციაზე არ გამო ხო ანუ სხვისთვის ერთი ქვა არ გადაუდია რომ მიხვა ანუ ცხოვრებაში ერთი საზოგადო საქმე არ გაუკეთებია და ეგრე გამოდია და გეუბნები იცი რა შენ პოლიტიკაში მერევი და მინდა და შენი რაღაცები აკეთე ხო და თან რატომ ხარ სიტყვა რომ თუ ხელფასს იღებ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურაში ესე იგი არ გაქვს უფლება გაპროტესტების იმიტომ რომ ეგ ცალკე ისა ხო ერთო ჩემო აი მონათფლობელური აზროვნება აქვს ტიპებს იმას კი ვერ ხვდებიან რომ ისინი არიან აქეთ შენი მსახურები შენ კი არ აყარი ხო იმ ხელფასსაც გადასახადებიდან იხდის ხალხი ხო რომ ხელფასი მომცენ და ან ჩვენი დაქირავებულები ისინი არიან შეგნებულად აცხადებენ მაგის გააზრებაზე უარს ეს ხალხი რა გონია ვერ ხვდებიან ყველაფერი პრინციპები იციან რა როგორ მუშაობს და რაღაცა უბრალოდ უარს ამბობენ რომ ეგ გაიაზრონ რომ ესენი რაღაცა ჩემი ფეოდალები და მმართველები კი არ არიან და მაგისი ყმა კი არა ვარ კაცო მე მყავს დაქირავებული რომ ეს საქმე აკეთოს და რაც საუკეთესოა იმაში დაიხარჯოს ის ფული
თან იცი კიდე რა მგონია რომ აი სამოქალაქო საზოგადოების გაზრდაზე რო ვილაპარაკეთ მაინც მგონია რომ ახლა ცვლილება ხო არის გარდაუვალი აუცილებელი და ის ვინც დაუშვათ მოვა ის ამდენს მგონია რომ ვეღარ გაბედავს იმიტომ რომ საზოგადოება არის სხვანაირად გაზრდილი იდეაში პირველი აი ხა რო იხსენებ ხოლმე არის ის რა მაგალითად ქალაქის გაუქმება თვითმმართველი ქალაქი ხო ვიყავით ხო და ალბათ ერთ-ერთი პირველი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეგ რომ რაღაცა ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს რომ ნაცვლად იმისა რომ ეს თვითმმართველობა უფრო გაძლიერებული იყო და მაშინვე ითხოვდნენ რას იცი ისე იყო დალაგებული რომ აი მაგალითად გორის ციხე ხო ანუ გორის არისო სტალინის სახლ-მუზეუმი დღესაც არ არის გორის არის სამინისტროს დაქვემდებარებული ხო გორის ციხე რამდენი 3 წლის წინ გადმოსცეს გორს და მანამდე ნატურა რო გადაიწვებოდა უბრალოდ ნატურასაც კი ვერ ცვლიდნენ იმიტომ არ ქონათ უფლება რომ ანუ არამიზნობრივ ხარჯს შეეთვლებოდათ და ზუსტად ეს არის ანუ თვითმმართველობა როცა არ არის იქ მე აწყობილია ესე ჯაჭვით და მე კლავს თელს მათ შორის იმასაც რა საპროტესტო და რაღაცა თვითგამოხატულების მუხცა და ყველაფერს რა და ალბათ რავი ერთ-ერთი პირველი ნიშანი იგი იყო რომ მაშინ გავუჩვდით მაშინ ბევრი რაღაცები ვცადეთ რომ შენარჩუნებულიყო ის თვითმმართველობა მაგრამ ვერაფერი რა უბრალოდ ისე გაიარა ამან რავი ხალხმა მიიღო კაი არა უშავს ой იმდენი რამე იყო აი ხო პირველი რა იყო არ ვიცი ძალიან ბევრი იყო და მართლა აი მეთოდურად ნელ-ნელა აქამდე მოვედით ხო ეს არაპროფესიონალიზმის აკლავება იმიტომ რომ მართლა აი პროფესიონალები ნებისმიერ დარგში ვინც არიან და ისინი რომ უბრალოდ აღარ იქნებიან რა გვეშველება კი არა და უკვე რა გვეშველება არა 12 წლის განმავლობაში აკეთეს ეგ ხო ნებისმიერ დარგში რა არ არის აბსოლუტურად მოთხოვნა პროფესიონალიზმზე პირიქით გაუფასურება მიდის და რეალურად იგივე ეს სამშენებლო ამბები ანუ ვის ხელში არის ანუ ვინ აკონტროლებს ანუ რა ანუ სტიქია ერქმევა უკვე უხნალეკს ხო არ არის სტიქია მაგრამ ისეთ შედეგებამდე მიდის რომ სტიქიად იქცევა პარალიზდება ყველაფერი ხო ამ ყველაფრის მართვა როგორ უნდა არიციან და პირიქით მე მოდიან ისევ დამუნათებაზე აი ეს ახლა აი ზუსტად რამდენიმე ძალიან მოკლე წარსულის ამბავი რომ გურია აჭარა იმერეთში დიდ თოვლობას რა შედეგები მოყვა ისევ მოხალისეებმა რომ აიღეს სადავეები ხელში და ამათი დამონათება წავიდა აი რანაირად შეიძლება რომ აი ეგრე დალაგდეს მართლა მოუხსნელია ხო ისევ და ისევ აი რომ ჩავყვეთი ეს იმიტოა აი სადამდე ჩავდივართ და რატო რა ევალებათ ისევ იქამდე რომ მივდივართ ამაზე არ საუბრობენ ესე გაიცვლიან მაგის მაგალითია ბოლოს რო ის იყო ადგილობრივი არჩევნები ჩვენთან ერთ-ერთი თხოვს რომ მხარი დაუჭირო ქართულ ოცნებას რა რაღაცა ეს ოჯახისიე მომიტანე და რაღაცეები და მე არ გიჭერთ მხარს და არც სიას მოგიტანდა არაფერთ რატო არ გიჭერო მხარსა ნაცები გინდა ბიჭო ნაცები რა შუაშია კაცო შენივე აუდიტის დასკვნა აიღე ანუ სხვის ვიღაცის ნაცების დაწერილი კი არა და ჟურნალისტების მოფიქრებული კი არა შენივე აუდიტის დასკვნა წაიკითხე რა ხდება შენს მერიაში რომ გათახსირებული ყავს რა თავის აუდიტს სხვა რა ხო ეგრეა თანამშრომელი რომელიც ყავს დასაქმებული თაროებზე ფლაიერების დამწყობა და ეგ რო არ უნდა ყავდეს ხო წარმოგიდგენია რა დღეში ვარ და ეს ძალიან დიდი დასკვნა იყო ძალიან უარყოფით ყოველ წელს ამ დასკვნას იმეორებს აუდიტი და უფრო რთულდება ეს სიტუაცია და ამათ კიდე აქვს პრეტენზია რომ თავრობაში იყვნენ. აი რაღაც აკეთებ ხო თუ შენ თვითონვე ვერ წერ იმას რომ კარგად აკეთებ რაღაცას. ნუ სავარაუდოდ ხელისუფლების ყველაზე მეტად ეშინიათ იმიტომ რომ იმდენად არაპროფესიონალებით არის სავსე რომ დაკარგავეს სამსახურებს უბრალოდ არჩევიან ეს და ანუ ბევრი რა ალბათ გადაცნომა გაკეთებული რაც მე გამოჩნდება რა რაც კიდე დამავალ რაც ჩვენ არ ვიცით ხო რამდენი ფლანგო და რაღაცა და რა ვიცი თანამშრომელი ბუღალტერი რომ მთელი წელი იმას პარავს ფულს
ხო. რამდენი წელი მერე გაიგეს იმ ქალზე. თამაშობდა, თამაშობდა, რაღაც პოკერებს თამაშობდა ქალი. სახელმწიფოს ფული 3 წლის მერე გაიგეს. ბიჭი, თან ისეთი რაღაცები. ისეთი რაღაცები ჟღერდა. აუ, მაშინ მაგრა დაეწყო გორზე. გორში სასწავლებელი. მაგრა დაეწყო. რა ხდება გორში, მაშინ გქონოდა. მაგრამ რეალურ შედეგები სასაცილო არ. მაშინ რა ხდება გორში? ყველა მაგაზია შევდა. ის პოინები და რა ვარ. კაი ხო. არ ძალიან დაეწყო ხო. მაგრამ საერთო ჯავში ხო ალბათ კულტურის რა ქვია პასუხისგებლობა თუ ანუ რეაგირება ასე ვთქვათ სამართლებრივი რეაგირება ერთ ცალკე ამბავია, მაგრამ საზოგადოების გამოსაფხიზებლად უნდა აკეთებდეს რაღაცას ხო ანუ კულტურის სფერო მარტივად რო ვთქვათ. იგივე წიგნი იქნება მწერალთა სახლით რა ვიცი რაღაცა ისეთ კრიტიკულ რაღაცებს უნდა წერდნენ მათ შორის პუბლიკაციებს აუცილებელი ხო არა სულ წიგნი წერო რა ვიცი ალბათ ხო და ისიც ხო მაგრამ სამწუხაროდ რავი რაღაცნაირად ის არის რა ამ ორ ტრიალში ადაკარგული მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია აი ხა არა ეხლა არა გაქვს ექსი შესაძლებლობა რაღაცას დაფიქრდე და აი მსახიობებზე ახლა უცებ რისი თქმა მომინდა კიდე ვიცი რომ აი მსახიობები რატო აპროტესტებთ სცენიდან გააკეთეთ თქვენი სათქმელი მსახიობის პროფესია ისეთია რომ არის დამოკიდებული პროფესია ანუ მსახიობი მარტო სცენიდან ვერაფერს ვერ წარმოგიდგენს თუ ანუ მსახიობთა ჯგუფი, რეჟისორი, მხატვარი და ასე შემდეგ, ანუ არ არიან შეკრულად ერთ გუნდად. პროდუქტი თუ არ შეიქმნა, ხო? და მე როცა მსახიობი ვარ და ანუ არაფერი არ ანუ გავიდა რაღაც პერიოდი სცენიდან სათქმელი, ანუ ძალიან ცოტაჯერ მქონია მე პირადად, რომ აი ჩემს სათქმელს ეხმიანება და ამას ვაკეთებ და ამ რაღაცა როლში ვდებ ჩემს სათქმელს და ისე წარმოვაჩენ, ხო? ეს პროდუქტი უნდა გქონდეს, მასალა უნდა გქონდეს, არა მარტო პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ანუ ზოგადად სოციალური და ასე შემდეგ თემები. მაგრამ თვითონ მსახიობი რომ როცა ანუ ამის საშუალება არ გეძლევა, იმიტომ რომ არ გაქვს მასალა და მე მსახიობის გარდა ხო მოქალაქეც ვარ, კაცო, ანუ მარტო მსახიობად ხო არ დავიბადე და ვკვდები, ანუ ჯინა ხო არ ხარ. ხო, ანუ მსახიობის პროფესიის გარდა ხო ცხოვრობ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და იმაზე როცა მიჩნდება მე პროტესტი მაშინ როგორ გამოვხატო, ანუ კი, იმიტომ რომ საზოგადოება გამოდის ქუჩაში, ეს არის ცივილიზებული ფორმა ქუჩაში გაპროტესტების და ვდგავარ იქ. ხო? ანუ კი ბატონო, სცენიდან მირჩევნია მეც. ბევრად ისეთია, ანუ ახალ თეატრს არ ქონია ნაკლებობა სათქმელიანი სპექტაკლების, ანუ აბსოლუტურად ყველა სპექტაკლი. ხო, მაგრამ იქ კიდე სხვა პრობლემა იყო, იმიტომ რომ მსახიობი ადგილზე დაიჭირეს. მათი მსახიობი დაიჭირეს. ხო. ხო, უკვე სცენიდანაც ვეღარ, ანუ რაც არ უნდა ბანერი გაშალოს, უკვე გარეთ გამოვიდა. მაგრამ ვინ რამდენიმე შემთხვევა რაც იყო, მე იქი დაამუნათეს, რომ სცენა არ არის მაგისე ადგილი, პროტესტის ადგილი, ეგეც ცალკე იყო. არა, სცენიდან გამოხატვას გულისხმობ, ისევ ალეგორიულად და სპექტაკლით და არა ხო, ლოზუნგით. მე არ გახსოვთ როგორ აგორდა ერთი ის, რომ ანუ აბა გაბედოც ვიღაცამ და მე დაჟე ვიღაცებს ხელშეკრულებებს კი გაუწყვიტეს, ხო? კი, აგერ ბათუმის თეატრში არის, რომ გაათავისუფლეს რუსთაველში სპექტაკლიდან ჩახსნეს. ხო. ხო, კანონიც მიიღეს შენობაში. ხო, აქციის ჩატარება. შენობაში აქციის ჩატარება და ანუ თეატრალურ უნივერსიტეტში რა ხდება? ეხლა სულ ცხელ-ცხელი ამბავი რაც არის, ხო? ანუ სტუდენტები აპროტესტებდნენ, ანუ გაიზარდა ეს მთელი პროცესები და საბოლოოდ მივიდა იქამდე რომ ეთერი მოითხოვეს, ამ დროს ეთერში დაჯდა რექტორი ისაუბრა ცალსახად სტუდენტებს არ მიეცათ იმ დღეს ეთერში შესვლის საშუალება 2 დღის შემდეგ მიეცათ, ოღონდ მანამდე რექტორმა პირობა დადო რომ აუცილებლად ეთერში დაჯდებოდა სტუდენტებთან, მაგრამ მეორე დღეს როცა სტუდენტებთან დაჯდარიყო თქვეს რომ ეს პრობლემა აღმოფხვრილი, ანუ სტატუსი არ გიჩერდებათ, მაგრამ სტუდენტები შეუშვეს ეთერში, თითქოს მოგვარდა, ხო, მაგრამ რეალურად რექტორი ისევ არ დაჯდა სტუდენტებთან არ ელაპარაკა, დაჟე პირდაპირ ეთერში ჩაერთო, მაგრამ პასუხის საშუალებაც კი არ ქონიათ
და ანუ ეს სტუდენტები რაღაცებზე ამბობენ, რომ ეს ტყუილი თქვა, გველაპარაკე, მაგრამ ისევ ცალი მხრიდან ვისმენთ, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. რექტორმა ცალკე ილაპარაკა, მეორე დღეს მივიდნენ სტუდენტებმა ცალკე ილაპარაკეს და დიალოგი, რომელსაც ითხოვენ ეს ადამიანები და ის თანახმაა, რომ დიალოგზე წავა და კომუნიკაცია გქონდეს, ამიტომ რეალურად არ დგება. რა თქმა უნდა, არ ზადგება. რა პრობლემაა საიდან დაიწყო საერთოდ? აი, იცით რა მინიმალური დაიწყო, რომ უბრალოდ გამოეხადა პოზიცია თეატრალურ უნივერსიტეტს, კი იქ რაღაც ტექსტი დაწერეს, მე აქ სტუდენტებს რაღაც ნაწილი არ მოეწონათ, ხო? და ითხოვდნენ რაღაც ცვლილებას. ტექსტი იყო რაღაცა ძალიან ისეთი, იცი როგორი შაბლონური, რომ კი დამნაშავეები არიან, მაგრამ ცოტა ეგ იყო, რომ ფორმა შეუმსუბუქე თუ დაპატიმრებული შეღავათი გაითვალისწინეთ. ყველაზე რბილი ის გამოიყენა. ხო, რეალურად ისეთი ტექსტი, რომ ნორმალური ტექსტი რომ დაწერილი იყო ამ სოლიდარობის არ მოყვებოდა ამ ხელა. აი, ჩვენ თეატრის მიმართ ძალიან დიდი პროტესტი წამოვიდა ხალხისგან, იმიტომ რომ ხო, როდესაც ქვეყანაში იყო ასეთი ამბები და მართლა უმრავლესობა თეატრებისა ყველა, მაგრამ უმეტესობა მან დაწერა სოლიდარული ტექსტი, იმიტომ რომ მოიხსნა სპექტაკლები, ჩვენმა თეატრებიც მოხსნა სპექტაკლები. კიდევ ამბობ, შეიძლება პოზიცია ესეთი მკაფიო არ დააფიქსირო, იმიტომ რომ მართლა ეხა როცა ორგანიზაცია ხარ და შენთან ამდენი განსხვავებული აზრია, ხო, ვერ დააფიქსირებ ესეთ მკაფიო პოზიციას, რასაც არ უნდა ფიქრობდე, მაგრამ სოლიდარობის გამოხატვა, ჩემი აზრით, მაგას წინ რა უდგას და აი ეგ რომ არ იყო და ჩვენ, ასე ვთქვათ, გავემიჯნეთ თეატრის ამ განცხადებას, თეატრმა მიიღო ის, რომ დღეს მაყურებლის ნაწილი ამბობს, რომ მე ამ თეატრში აღარ მივალ, რატომ ხართ ჩუმად, მოდის კრიტიკა და ჩვენ რეალურად ვერც ასე ვთქვათ, ვერ ვუპასუხებთ ვერაფერს თეატრის სახელით, იმიტომ რომ კი თეატრის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებად ვითვლებით, მაგრამ თეატრის სახელით ხო არ გამოვდივართ ჩვენ არც იმ პროტესტში, არც იმ მანიფესტზე და არც აქ არ ვსაუბრობთ თეატრის სახელით. თეატრზე საუბრობთ, მაგრამ თეატრის სახელით პოზიციით. რა თქმა უნდა, უბრალოდ წარმომადგენლები ამ თეატრის. ეგ დრო რო წარმოვიდგინო, ნორმალურ გარემოში ვცხოვრობთ და რაღაცა და თქვენი წარმოდგენით არის როგორ უნდა ვითარდებოდეს თეატრი და საით უნდა მიდიოდეს ან რა უნდა ხდებოდეს შიგნითა როგორ უნდა განვითარდეს რა? პირველ რიგში უნდა იყოს მართლა დამოუკიდებელი. მართლა დამოუკიდებელი, როდესაც იქნება და როდესაც ხელმძღვანელი რგოლი არ იქნება ანგარიშვალდებული პოლიტიკურ პარტიასთან, არ ჩათვლის თავს, რომ ის რა მითვალდებულია. შემდეგ ის უკვე ყველაფერი დაალაგდება ისე როგორც საჭირო. იფიქრებს შემოქმედებაზე, არ ექნება თვითცენზურა, შექმნის ხარისხიან პროდუქტს, ისაუბრებს აქტუალურ თემებზე. რა ვიცი, მეტი რა უნდა ქნას თეატრმა. ეხლა ვთქვათ, როგორ მიდის პიესის შერჩევა, ვთქვათ, რომელი სპექტაკლი უნდა დაიდგას, ვინ წყვეტს მაგას? მაგას სამხატვრო ხელმძღვანელი წყვეტს, ვის მოიწევს შემოქმედებითი ამბავი არის სამხატვრო ხელმძღვანელი. ჯერჯერობით ესეა, ეხლა ახალი კანონიკი მაგალითად რეჟისორი, მოწვეული რეჟისორი თუ მოდის, ან თუ თავად არ დგამს და მოწვეული რეჟისორი მოდის, მოაქვს პიესა, რისი დადგმა უნდა, მერე განიხილება კასტი, ამ როლებზე განაწილება. ეს არის პიროვნული არჩევანი, თუ თქვათ, თეატრს აქვს რაღაც სტრატეგიული მიმართულება, რაღაცა წარმოდგენები, რაზე უნდა აკეთოს სპექტაკლები. კი, ეს ხელმძღვანელის გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევს თვითონ, თქვათ რა. შეიძლება ახლა ის 4 წელი რა. კი, რეპერტუარის პოლიტიკას ადგენს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომ აი საბავშვო სპექტაკლები, მაგალითად საბავშვო. შეიძლება ვიღაცისთვის პრიორიტეტია, სალაროზე გათვლილი სპექტაკლები, რომ შემოსავალი ვიღაცისთვის პრიორიტეტი როცა შერჩევა მიდის, პირობითად ვამბობ რა, ამას სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს 4 წელი. ამას ეს გიგმა აქვს დადებული, რომ ესე ვიმუშავებ? წესი კი, 4 წლიან გეგმას წარადგენს სამინისტროში, მაგრამ ეხლა რაღაც ახალი კანონი არის დაინიცირებული. რო ერთიანდება, ხო? ხო, დირექტორი იქნება თეატრის მმართველი და
მგონი სამხატვრო ხელმძღვანელის თვითონ ეს უქმდება შტატი. თუ აი ეხლა ვინც სამხატვრო ხელმძღვანელია ის იქნება დირექტორი და მან რა როგორ იქნება არ ვიცი, ჯერ არ არის კანონი მიღებული და ან რაზე კითხულობდა ნიკა იცი ის არის. აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ესეთი ის რომ რაღაცა წელი რო იწყება, ან რომ თავდება მომავალ წელს რა გური ტიპის რა გვინდა რომ გავაკეთოთ, მაგას ეს დავსხდებით ბორდი, ჯგუფი და ვიტყვით რომ მოდი ახლა კონკურსი გამოვაცხადოთ ამ მიმართულებით რა და მე გამოვაცხადებთ კონკურსს, შემოდის განაცხადები და იქიდან ირჩევა მე სხვა იმითი. ერთ-ერთი ჩვენი მიზანი არის რომ რაღაც პროფესიების განვითარებას ხელი შეუწყოთ ქალაქში. რაღაცებს მისცეს შესაძლებლობა რომ აი არტისტი რას აკეთებს რა მოდი გამოფენა გააკეთე ან ზინები გააკეთე რაღაცები და ესე თეატრი უწყობს რაიმე პროფესიის განვითარებას ხელს. მაგას ვფიქრობ სტუდია, რა ვიცი. გორში რა მსახიობები ახალი თაობა და ახალი მოდი ისვინე ან პიესებს წერს ადგილობრივი აი არა და გორში კი არა თბილისშიც დრამატურგია ძალიან ჭირდება კი პრობლემაა დრამატურგია და ძალიან კარგი იქნება რომ აი ახალი წამოვიდეს იმიტომ რომ თეატრს შეუძლია რომ ვთქვათ კონკურსი გააკეთოს კი ბატონო აი მაგას ახალი პიესის ანუ გაკეთებულა სულაც არ დაიდგას ან რაღაცა ექსპერიმენტულ სცენაზე მე მგონი მოსწავლეები ხო იყვნენ ხოლმე თეატრში ახალგაზრდები ბავშვები ხო სტუდია ახლა არ არის თეატრში მაგრამ მე როგორც ვიცი აპირებენ არ ეკუთვნის ანუ შეიძლება კერძო გააკეთებს ხო არა და საჭირო იმიტომ მსახიობ ბავშვსაც უნდა მიხვდეს რომ მსახიობობა უნდა რა მარტო რაღაც ტელევიზორს უყურებს და ხო არა ეგ ანუ დრამაზე ალბათ კერძორზე ალბათ ქართულდება მაგრამ ანუ თეატრსატო არ შეიძლება ქონდეს საგანმანათლებლო მიმართულება თქო მაგას ვიზახი იმიტომ ჩვენგან ეხლა სულ რა გვაქვს ხო აქ რას ვაკეთებთ რომ ფოტოგრაფიას ვასწავლით რაღაცა იმებს ნახულობენ ჩვენთან არიან ბავშვები და მე ესენ მიდიან უნივერსიტეტში აბარებენ მაგ მიმართულებით რა უკვე ძალიან მაგალითი ქონდა და თეატრს მაგის გაკეთება შეუძლია უბრალოდ აი სახელმწიფო დაფინანსებით მაგ ბიუჯეტით ამას ვერ გააკეთებს უნდა ცალკე გამოყოს რაღაცა თქვა ფაქტი მიაქირაოს ვიღაც თეატრის ამ მსახიობს ან ვინმეს რომელიც ამ სტუდიას გახსნის და ის ბავშვი თეატრის გარემოში გაიზრდება. არის ეგეთი კაცო ყოფილა სტუდიების სხვადასხვა მოდიან თეატრში ბავშვები, მაგრამ როგორც ოფიციალური აი თეატრის სტუდია და აი თეატრის სახელის ქვეშ ეგრე არა. მაგრამ რაღაცა სულ ძალიან მცირე რაოდენობა არის ახალგაზრდების, ვისაც თეატრალურში სწავლა და მსახიობობა უნდა. იმიტომ რომ აი უფრო პატარა ასაკში უნდათ და რეალური დრო როცა დგება აბიტურიენტობის თვითონ თეატრალურში გორელი სტუდენტი ძალიან ცოტა ეხლა ვინ არის ხო ცოტა თორნიკე რეჟისორი ანუ აი თითოეული პროფესია თეატრს ხო მარტო მსახიობი ხო არ არის მხატვარი ხო და აი მაგის მიმართ ინტერესია ძალიან ნაკლები და ძალიან ცუდია ეგ იმიტომ რომ აი ხო თეატრის მხატვრობა ალბათ ეგ გადასააზრებელი გექნებათ თქვენ რომ ახლიდან იმას გქნათ ხო ხა რატოა საჭიროება რომ თქვა თბილისიდან ჩამოიყვანო მსახიობები როცა შეიძლება გორელებმა ჩააბარონ ხო იგივე მაგრამ არ არის იმდენი არა მარტო ხო ხმის რეჟისორი ან სუგჭირდებათ რა განათებელი მაგას გეუბნებით ანუ პროფესიონალიზმზე აქაც ყოლა პარკიანი შორიდან როგორც ჩანს იცი თეატრი არის ეგეთი რაღაც რა მოვდივარ სპექტაკლს უყურებ და მივდივარ სახლში მე იქ ურთიერთობა და კონტაქტები არ მაქვს რა ჩვენ აქ რატო დავიწყეთ ისინი თოქები არტისტო გამოფენას რომ ვირჩევთ იმას ვალდებულებად უდევთ რომ მაყურებელს ესაუბრონ დავსხდნენ რაღაც წარადგინონ რასაკეთებდა ეგეთი რაღაცები იყო მცდელობები როგორც მახსოვს რაღაც მაყურებელთა კლუბის გაკეთება რომ უნდა და ადრე იყო კი ესეთი რაღაცები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მე არ უნდა მოვდიოდი ნახულობდი და ბრუნდებოდი უკან და იქ ფოიეში სარკეში ფოტო და სხვადასხვა ახლა არის როგორი იცი რა სახით აი მაგალითად მოზარდები როცა მოდიან მოსწავლეები როცა მოდიან სპექტაკლზე ან სპექტაკლამდე იქ მუზეუმს ათვალიერებენ თეატრის ისტორიას ეცნობენ სპექტაკლის მერე მსახიობებთან შეხვედრა უნდათ ხვდებიან ოღონდ ეს შეხვედრა არ არის მარტო ფოტო გადაღებისთვის ანუ არის დისკუსიები ანუ განვიხილავთ ხო არის ოღონდ იშვიათად თუმცა არის მსგავსი ურთიერთობა კი არა მუზეუმში უფრო ხშირად ხო მუზეუმში უფრო ხშირად მუზეუმში მოდიან
ბავშვები. ყველაფერი რო კარგად იქნება. მე იქნებ ხედვებიც გავაზიაროთ რა. კი. და როგორ წავიდოთ, იმიტომ რომ ქალაქში სულ რამდენი ადგილი გაქვს კულტურული. ძალიან ცოტა. ანუ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება რომ გქონდეს ხელოვნებასთან კავშირი და არ შეიძლება ეს კარები ყველგან დაკეტილი ხვდებოდეს რა, მაქსიმალურად უნდა შეეძლოს მოსვლა და აი მუზეუმში რო შეხვალ და დაათვალიერებ და ესე რო გიჩინოს ხელები არაფერს მოედო, ეგრე არ უნდა იყო რა, შეხების საშუალება უნდა გქონდეს ყველაფერთან და თან რაღაც სულ ვამბობთ იმას და ეგრეც არის რომ გორი არის ძალიან თეატრალური ქალაქი, მაყურებლის შემოქმედებითი ქალაქია. კი, შემოქმედებითი ქალაქია, მაყურებელს ძალიან უყვარს თეატრი და კარგი მაყურებელი. მაყურებელი ძალიან კარგია და ასევე ინტეგრირებული არის დედაქალაქის თეატრთან. გორელი მაყურებელი, იმიტომ რომ ჯერ მარტივი არის ძალიან გადაადგილება და მართლა ვიცი კატეგორია ადამიანების, ვინც თბილისში პრემიერას არ გააცდენს, ანუ და ყველა თეატრში, თითქმის ყველა სპექტაკლი ინანახებს, ანუ დადიან. ანუ რეალურად მოთხოვნილება არის. აქაც ცხადია დადიან, მაგრამ ნუ ხო აი არის რა რაღაცებია დასამატებელი. დასამატებელი არის ნამდვილად. ნუ ალბათ ის რო გახდეს. სრულყოფილებისკენ რო წავიდეს. და ალბათ მე მოგემატება ახალგაზრდა მსახიობის რეჟისორის და ის არის, რა ქვია, გორელი მაყურებელი თბილისში კი არ წავიდეს სპექტაკლს ანახავ, თბილისელი მაყურებელი მოდიდეს და ესეთი ამბები ჩვენ რაღაცა სულ ისტორიად გვესმის, რომ აი იქიდან მოდიოდნენ გორში სპექტაკლის ანახავად, ხო, სხვა ქალაქში მიდიოდნენ, ანუ რეგიონში. ჩვენ გამოფენებზე თბილისელი მნახველი უფრო ხშირად მოდის ვიდრე ადგილობრივი მაგალითად რა. კი ბატონო. როცა იხსნება გამოფენა, რო გადახედავ, სულ ცნობი ხალხი და გორელი რამდენიმე შემოივლის ხო. კი, აი თუნდაც იგივე. მადლობა, ანუ იცი რა, ძალიან ინტეგრირებული არის გორი, გასავარია. საპროტესტო იმაში რა ქვია, ამბავშიც რა, იგივე აქაც როდესაც მოვედით, ანუ თბილისელი მხარდამჭერი იყო ბევრი, იგივე მანიფესტზე თბილისელი მხარდამჭერი იყო ბევრი. გორელი აქტივისტები, ასე ვთქვათ, თბილისში უფრო ვართ და იქეთ უფრო ვართ აქციაზე, ვიდრე აქ და მოკლედ რა რაღაც. ხო, აი რა ვიცი. რატო ნეტა საინტერესო რატო ხდება ეს? თბილისთან სიახლოვე ზოგადად გორისთვის წყევლაც არის და დალოცვაც რა, ერთდროულად რაღაცებში ძალიან გიშლის ხელს, რაღაცებში ძალიან გეხმარება. ხელს რაში გვიშლის? აი მაგალითად რომ ადგილზე არ ვითარდება ბევრი რამე რა. იმიტომ რომ ახლოა და ავედი ეგრევე იქ. ხო, მართალია. ხო, აი თუნდაც რომ მასშტაბური აქცია არ არის გორში. უნივერსიტეტი. სასწავლებელი, ანუ განათლებას ზე რომ დავიწყოთ, ვეღარ გავჩერდებით, მაგრამ ჯერ ვერ დავაწყოთ. დიდი მადლობა. წარმატებები თეატრს, წარმატებები ხელოვნებისა. წარმატებები. ნახველები ჩვენ პოდკასტს და რა ვიცი, რაღაცა იქნება რა იმედია. კაი დროში შევხვდებით მე და უფრო სასიამოვნო თემებზეც ვისაუბრებთ. და გორის თეატრის ისტორია რაც არის თქვათ ის ლეგენდებად რაც გვსმენია, ის რომ ახლიდან უნდა დაიბადოს მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ იცი რა, ნუ ხო, დაიბადება. რომ საოცარ ეპოქაში ვართ. ყველაფრის გარდატეხა ხდება და იმედია რომ ჩვენ მოვესწრებით. იმდენ რამეს მოვესწარით. ან რაღაცები რო იყო დეკადებში გაწერილი, ან ჩვენთან წლებში და თვეებში ხდება. იმდენ რამეს მოვესწარით, რომ მგონია რომ ძალიან დიდ ცვლილებებსაც მოვესწრებით და ჩვენს თვალწინ იქნება. ყველაფერს თავარეს ასიკეთო ცვლილება იყო. ყველაზე უბედურება ისე რომ მივეჭვიეთ ამ საშინელებებს. თავარეს ასიკეთო. მაგით აღარ გამოდის ხალხი. მივეჭვიეთ. ამინ ამინ. აი, სასიამოვნო გაკეთება თუ